კი, ალბათ. ჰეი, ზატა, რა ხდება? ტელეფონზე ვლაპარაკობ, ახლა ვერ დაგელაპარაკები. 4 შაბათი, ხო, 4 შაბათს თავისუფალი ვარ. იქნებ მერე გილაპარაკო და ახლა რამე გავაკეთოთ? ზატა, აქ ხარ? მისმენ? შვენიერი იქნებოდა კი. ალო? რა გინდა? მე გითხარ, იქნებ ერთად რამე გავაკეთოთ, რამე ვითამაშოთ. ხომ გითხარი, დაკავებული ვარ, რატომ აწუხებ? წადი და ითამაშე ძაღლებთან. მე უკვე მომბეზდა შენი ბიჭები, კორეელს მაინც ვერ იპოვით. რა თქვი? რაც გაიგე? ნიკოლ, მოდი აქ. ნიკოლ. ჰეი, რა შვებით? ჩვენ თოლში ვთამაშობთ. შემიძლია შემოგიერთდეთ? არა, შენ გოგო ხარ, ეს ნამდვილი ბიჭების ბრძოლაა. ბოდია დაწექი. მერე რა არ უნდა ვარ? იქნებ თქვენზე უკეთ ვითამაშოთ თოლში. ო, მახსოვს როგორ მოხდა სახეში თოვლის გუნდა და მაშინვე დედა შენთან მიჩივლე. ისე პირველ რიგში ეს არ იყო თოვლის გუნდა, ეს იყო ყინულის ნაჭერი და მეორეც განზრახ მესროლე. შენია იქნებ მივცეთ ჩვენთან თამაშის უფლება? არა, აქ ეპიკური ბრძოლა გვაქვს, ის ყველაფერს გააფუჭებს. რა? ყველაფერს გააფუჭებ? არ მსვენია? ნიკოლ, ჯობია კოსმეტიკით ითამაშო. თუ გოგოები რასაკეთებენ ხოლმე? კარგი ჟენია, ამას გაგახსენებ. და სვეტა. თვის ასეთი იყო და არ მიგვირს. დედა. ხო, ნიკოლ, რა გინდოდა? ერთად რამე გავაკეთოთ, მოწყენილი ვარ. ნიკოლ, ახლა დაკავებული ვარ, ამაღამ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ახლა უნდა მოვიმზადო. მაგრამ დედა, საღამო შორსაა, იყავი ჩემთან გთხოვ. ნიკოლ, წადი, მეგობრებთან ითამაშე, ძალიან დაკავებული ვარ, უნდა მოვემზადო. ზატა თავის ჩუნკიკებთან და თექიონებთან საუბრობს. ბიჭები კი არ მაძლევენ მათთან თამაშის უფლებას. რატო? ამბობენ ეს გოგონების საქმედობა არ არისო და თოვლის გუნდა რომ მოხდეს ისე ვიწუწუნებო. მახსოვს, სტრემლები მოგდიოდა. არ მიწერია, უბრალოდ თოლმათ ამაცრემლიანა თვალები. სად მიდიხარ? კარგი, ნიკოლ, გთხოვ, წადი, რამე გააკეთე, ან სხვას დაელაპარაკე, მაგ დაკავებული ვარ. ახლა არ მსალია. ეს არ არის კარგი რჩევა. ისეთია როგორიც არის. კარგი, ნიკოლ, ისევ მირეკავენ. გამარჯობა, დიახ. ყველა ისეთი საქმიანია, შეხედეთ, ყველა ძალიან დაკავებულია. ეს გამაღიზიანებელია. როცა ზატას მაკიაჟის გაკეთება ჭირდება, მაშინ ის მეუბნება. ნიკოლ, დამეხმარე ჰაილაიტების არჩევაში, დამეხმარე პუდრის გაკეთებაში. შენი ჩრდილები მომიტანე. მაგრამ როცა საქმე ჩემთან ერთად გასეირნებას ეხება, მან უნდა შეიქმნას პირადი ცხოვრება. ჟენია და ბოგდანი მოღალატეები არიან. ვერ მეთამაშებოდნენ და დედაც შეიძლება ჩემთან ერთად იყოს. კარგი, რას აკეთებენ ისინი იქ? გასაოცარია, ასეთი გასართობი დრო არასოს არ მქონია. რა კარგია რომ წელს თოვლია. მე გაჩვენებთ გართობას, ინანეთ რომ ჩემთან ერთად არ ითამაშეთ. თქვენ მთხოვთ რომ თქვენთან ერთად ვითამაშო, მე კიდე უარს ვიტყვი და მერე გაიგებთ. რა მოვიფიქრო? იქნებ პრანკები ან საშინელი ხუმრობები? მიუხედავად იმისა, რომ უკრე დავიღალე, ჩვენ მუდმივად პრანკავთ ერთმანეთს. მეტიც, მეშინია ჟენია მისევ ყინური არ მესროლოს. ან იქნებ თელ სახლში ინტერნეტი გამორთო, რომ ზატა თაყვანებს ცენებს არ ელაპარაკოს? ის მათ ვეღარ დაელაპარაკება. არა, ინტერნეტის დამორთო ძალიან სასტიკია, ჩემს სტერს არ უსურვებ. რა მოვიფიქრო? რა სიტყვით თქვენ მაყურებლებო? რას გააკეთებით ჩემს ადგილას? დაწერეთ კომენტარებში. ვიცი, მოვიფიქრე. ერთ გლობალურ ხუმრობას გავაკეთებ. სახლიდან გავიქცევი და ნახოთ ყველა როგორ მომძებნის. როცა წავალ, ნახავ რას გააკეთებენ. ნახოთ როგორ მომძებნიან მერე. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლეს არხზე ხართ. ასე რომ მე ახლა მარტო არ ვარ, ირგვლივ ბევრი ხალხია, მაგრამ ქაოს მაინც მარტო შულად გრძნობ. დალაიქე ვიდეო თუ შენს ყოფილ ხარ ასე. მე კი გადავჭრით და გაყვეთილი ჩაუტარო და სახლიდან გავიქცე. მე მივცემ უფლებას მომძებნონ და დაიწყებენ ჩემ დაფასებას, როდესაც მე გავხრები და მალე გაიგებ რა გამოვა. ასე რომ ჩვენი სახლის გეგმა, ეს არის სამზარეულო. აქ არის მთელი სახლი. იმ მომენტში, როდესაც ბოგდანი მაცივარს უახლოვდება, ზატას ტელევიზორს მოვაშორებთ. ასე რომ მისაღები და ტელევიზორი. ამასობაში ჟენია აბაზანაში იქნება. ის უბრალოდ იგზის ღამის პირველ საათამდე და თამაშობს Brawl Stars. ჟენია აბაზანაშია. დედა დარჩა, ზარეთ მივიპყროთ მის ყურადღებას. ტელეფონის ნომერს შევსვით უცნობად და დაურეკავ. ნიკოლ, შენ გენიოსი ხარ.
კარგი, აი მისი ტელეფონი. ჩემს ნომერს სასწრაფოდ უნდა გადავარქვათ სახელი. კარგი, მე გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანი ნომერი. შესრულებულია. კარგი, ახლა დროა დედაჩემს დაურეკო და ყურადღება გადავატანინო. რა, ძალიან მნიშვნელოვანი ნომერი. კარგი, მოვიდა. ახლა ჩვენ გავთიშეთ და მივწეროთ დაგირეკავ 10 წუთში. ფიქრობ, დედა აუცილებლად იქ დარჩება, თუ ძალიან მნიშვნელოვანი ნომიდან დაურეკავენ. სისულელე, ვინ შეიძლება ეს იყოს? მაინც რა არის ეს რიცხვი? კიდევ 10 წუთი უნდა დაველოდო. რა გააკეთეთ, ბიჭო, რატო მომკალით? ისროლეთ. შენი ახმების მიხედვით აბაზანაშია. სლატას ყურადღება უნდა გავფანტო, კარგი. BTS-ის კონცერტი, BTS-ი აქ არის. ეს სასწაულია, ეს არის ნიშანი. სამუდამოდ თქვენი ვარ. რა თქმა უნდა, ზლატა, ეს ნიშანია. მოიცადე, ბოგდანი სად არის? როგორც ჩანს, ის სამზარეულოში უნდა იყოს. შეჭამს ვინმე ამ ძეხს თუ შემიძლია შევჭამო? ჭამე. აი ბოგდანი, ისეთი პროგნოზირებადი ვარ. დიახ, მე მოვახერხე, ინანებთ რომ დამაიგნორეთ. ახლა კი როცა მიხვდებით რომ წავედი, ინერვიულებთ. მალე ძალიან ინანებთ. გარეთ ძალიან ცივა და ვერ ხედავ რომ ვინმე მეძებს. შეიძლება ასე ყინულად ვიქცე. თუ არ მომძებნიან, ნამდვილად გავიყინები, როგორ მე უნდა გავძლო სანამ იპოვიან. ჩვენ მათ შევაშინებთ. ხალხო, აქ მოდით. რატომ ყვირი ხარ? რა მოხდა? მოდი გავიგოთ. ჰეი, ვინ არის აქ? ჯობია გამოხვიდე, თორემ თოვლის გუნდებს ვისვრით. როცა ნამდვილი კაცები საქმეში ერთვებიან, ეს საშინელი ხდება, არა? ჩვენ სახლთან ახლოს ნუ მოხვალთ, თორემ მიიღებთ. რა სასაცილოა, ეს კაცები. შეხედეთ მათ, რა საშიშები არიანო, როგორ მეშინია. ნუ დაბრუნდებით აქ. გასაგებია? უყურე ერთი ამ ხულიგნებს. როგორ შეეძლოთ, არ მესმის. რა მოხდა? ხულიგნები ისე ვისვრიან თოვლის გუნდებს. ჩვენ შევაშინეთ ისინი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით როგორც ნამდვილი კაცები. კარგი, ყოჩახთ ბიჭებო. კარგი, ჩემი გდმა არ მუშაობს, მეგონა მომძებნიდნენ, მაგრამ ვერც კი მიხვდნენ რომ წავედი. ნამდვილად შეურაცხყოფელია. ძალიან ცივა და დროა სერიოზული ზომების მიღების. ბიძია რუსლანს გაურეკავ. გამარჯობა ზეა რუსლან. გამარჯობა. ჰეი, შენი დახმარი მომჭირდება. რა მოხდა? სახთან სულ მარტოდ გავარ და ვიყინები, შეგიძლია აქ მოხვიდე? რა საკეთებ მან? უბრალოდ მოდი და ყველაფერს გეტყვი. კარგი, მოდივარ, მალე ვიქნები მან. მადლობ, ნახვამდის. ჰეი, გამარჯობა. აბა რა მოხდა, მითხარი? მართალი გიცვა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გონია. მიდი, მითხარი რა მოხდა? ყურადღებას არავინ მაგცედო და გადავწყვიტე სახლიდან გამქცეულიყავი და ყველასთვის გაკვეთილი მესწავლებინა. გესმის რა სისულელე და უგუნურებაა ეს? მესმის და ზნეობის საკადანგებლად კი არ დაგიძახი, არამედ დასახმარებლად. უნდა დამეხმარო. ახლავე დაბრუნდი სახლში, დალიე ჩაი და წამოწექი. შეწყვიტე სისულელეების კეთება. ხო, ყველა მაიგნორებს და დამცინიან. მინდა რომ ყველამ გაიგოს და პატივი მიცეს, რაც შეეხება დაცინვას. ცოტა გავაზვიადე. სხვაგვარად როგორ დავარწმუნო იგი რომ დამეხმაროს? რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ შეამჩნიო რომ გავუჩინარდი. ჩაჯექი მანქანაში, გათბი, ახლავე მოვიფიქრებთ. კარგი, მოდი გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ. იქნებ ახალ ამბებში განმთავსოთ განცხადება. თუ დედა ტელევიზორში დაგინახავს, მაშინ მე მიხვდება რომ სადღაც გაიქეცი. არა, ყველაფერს ასე გაზვიადება არ გვინდა. იქნებ გორილებივით გამოვეწყოთ და სახლში შევარდეთ, ყველა შევაშინებთ. კი, მაგრამ ამისგან ჩვენ რას მივიღებთ? არ ვიცი, ყველა შევაშინებთ, ხიარულება, სიგიჟეები გავაკეთოთ. მართლა მიყვარს ასეთი რაღაცეები. ტყუილად მოვედი აქ? ისე მივხედავად იმისა, რომ მომწონს ბიზია რუსლანის უცნაური idეები. მე სხვა მიზანი მაქვს. ჩვენ სხვა რამე უნდა ვცადოთ. იქნებ შეხვიდე სახლში და გკითხო მათ თუ სად ვარ, სანამ შენს მანქანაში ვიმალები. კარგი, მე მაქვს განცდა, რომ ეს კარგად არ დამთავრდება. ჯობია ნაკლები დარდო, ზედმეტად სენსიტივური ხარ. ჰეი, მშვიდად ილაპარაკე, თორემ გარეთ გადახვალ. კარგი. წადი, უკან დაიმალე, გადადი. ჰეი, ბიძია რუსლან. ჰეი, ზლატა. აბა როგორ ხარ? ხულიგნები ბიჭებთან ერთად შევაშინეთ.
ყოჩახთ. მადლობა ძია რუსლან. სად არის დედა? მეორე სართულზე არის. რატომ კითხულობ? არაფერი, მოვედი რომ გავიგო აქ როგორ ხართ, რას აკეთებთ? რამხელები გავზრდილხართ უკვე? აბა როგორ ხართ, რას აკეთებთ? ნიკოლი სად არის? მეორე სართულზე არის თავის ოთახში. დარწმუნებული ხარ რომ ის აქ არის? რა თქმა უნდა ის აქ არის. სხვაგან სად შეიძლება იყოს? ნიკოლ, ბიძია რუსლანი აქ არის. ნიკოლ. მეგობრებო, ის თავის ოთახში არ არის, იქნებ დაიკარგა. გთხოვ, როგორ შეიძლებოდა ის რომ დაკარგულიყო? ბოგდან, ნიკოლი მგონი დაიკარგა. შეიხედე ოთახში X-ის როგორც ყოველთვის ან იმალება. მე უკვე ვნახე, იქ და არავინ არის. მოდი ახლავე. მეორე სართულზე ავდივარ. აქ არა. არც აბაზანაშია, მოიცა ტუალეტში შესვლა ისედაც მინდოდა. ნიკო! შენ წამოდი ჩემთან ერთად? ნიკო! რა ხდება? რა ურზაურია? უბრალოდ ბიზია რუსლანი მოვიდა. ბიძია რუსლანი აქ არის? სად არის? ის დაბლა. კარგი, ქვევით ჩავიდეთ. რატომ დარბი ხართ? რა ხდება? ნიკო! მე ცოტა ხნით სტომრად მოვედი, მაგრამ როგორც მივხვდი ნიკოლი დაკარგულია. რას ნიხტავს დაკარგული? ისინი დარბიან და ეძებენ მას სახლში, მაგრამ ვერ პაულობენ. ნიკოლი გაქ რა? რას ვაპირებთ? ტელეფონზეც კი არ პასუხობს. იქნებ პოლიცია გამოვიძახოთ? პოლიცია არ უნდა გამოვიძახოთ. მოდი თავად ვიპოვოთ იგი. ძია რუსლან დღეს ძალიან უცნაური ხარ. ჯობია დაფიქრდე რატომ გაქრა. რას გულისხმობ? რატომ გაქრა? რას გულისხმობ? რატომ? მართალია, დილით ჩემთან მოვიდა, მაგრამ დრო არ მქონდა მასთან სასაუბროდ. და ის ჩემთან და ჟენიასთანაც მოვიდა. იგი მესუარით გავიშტუმრე. ესე იგი ეძღინა რომ დავაიგნორეთ და სახლიდან გაიქცა. ის სახლიდან წავიდა. რა, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო. ძალიან ცივა გარეთ. რა მოხდება თუ გაცივდება? ის არ გაცივდება, არ ნერვიულო, ჭკვიანი გოგოა და კარგად იქნება. ყველაფერი გამოუვა. მოდი ვიპოვოთ ის რაც შეიძლება მალე და ეგა. ჩვენ უნდა წავიდეთ მის მოსაძებნად. ბიძია რუსლან, წამოვხოთ ჩვენთან ერთად. წავიდეთ, მე მანქანაში დაგელოდებით. მეგობრებო, დღეს ვითომ დავიკარგე, მაგრამ იცით რა არის ყველაზე საშინელი? როცა ნივთები მართლა დაკარგულია, შეიძლება ფიქრობთ რომ ეს შეუძლებელია და მე გეტყვით, რომ თქვენი გამოწერა და ლაიქები შეიძლება დაიკარგოს. და ეს ძალიან საჭიშია. შეამოწმეთ ახლა გამოწერილი გაქვთ თუ არა არხი და დალაიქებული გაქვთ თუ არა. თუ არ ხართ გამომწერი და ვიდეო თუ არ გაქვთ დალაიქებული, მაშინ ისინი დაიკარგა. ან კიდევ უფრო უარესი, მოიპარეს. შეამოწმეთ მოიპარეს თუ არა თქვენი ლაიქები და გამოწერა. რა ხდება იქ? დარბიან, ფუსფუსებენ, გეძებენ. საბოლოოდ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ არავის ვჭირდები. რა თქმა უნდა, ყველას ჭირდები. საიდან ასეთი აზრები? ისინი უბრალოდ ისე იქცევიან, თითქოს საერთოდ დავჭირდები მათ. ნიკოლ, ადამიანებს შეუძლიათ კონდეთ საკუთარი ცხოვრება. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდები. იქნებ არა, დაუბრუნდეთ. დაიტანჯონ. ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ულუდო ჩემთან ყოფთან და საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. არა, შენი ბრალი არ არის, ჩვენ ვიპოვით მას, ყველაფერი კარგად იქნება. მართლა ასე ფიქრობ? მოდი ლოგიკურად ვიფიქროთ, სად შეიძლება იყოს იგი? ნიკოლს ვიცნობ, ალბათ სადმე საყიდლებზეა. ზუსტად, სავაჭრო ცენტრში. მოდით წავიდეთ. წავედით. ისინი მიდიან. კარგი, დამელოდე აქ. ახლა უნდა წავიდე. მინდა გავყიდავ ნახო როგორ მეძებენ. ეს პატარა ერთ დღესაც რაღაცას წააწყდება. აბა, ვის გაქვთ იდეა? სად შეიძლება იყოს იგი? მოიცადე, რუსლანი სად არის? ალბათ ბენზინგასამაც სადგურზეა. მოდით შევიხედოთ ასასის მაღაზიებში, ბებიამ ფული მისცა ახალცას. ის 100%-ით სადღაც ხარჯავს მას. ნახა ვიქ არის თუ არა. მიდი. ის აქ არ არის. ჯანდაბა ამ სავაჭრო ცენტრში ბევრი ტანსაცმლის მაღაზიაა. იქნებ ის საჭმელების სექციაშია. შენ როგორც ყოველთვის საჭმელზე ფიქრობ. მე იქ წავიდოდი. მაშინ წავიდეთ. მოდი წავიდეთ. ნანოქთ რომ დავიკარგე? ამაზე ადრე უნდა გეფიქრათ. ის არც აქ არის. მეგობრებო, იქნებ ის გასართობ ცენტრშია. მოდით შევხედოთ. მოდი წავიდეთ. არა, როგორი და ვარშვილი რომ დავკარგე? ან იქნებ მინდე მოიტაცა? მართლა ხომ არ მოიტაცეს? რომ ცნობდა რომ ეს მოხდებოდა, აუცილებლად ვითამაშებდი მასთან. მეც არ დავცინებდი მას და ყინულსაც არ ვესროდი. დროს მას დაუთმობდი, კორეელები არ მჭირდება. მეზიზღება, როცა დედა რამეზე ტირის, ვითარება უკონტროლოა. დაბრუნების დროა. ოშა, ის ჯამსტელავდა კარგადა. იეი!
ძალიან მიხარია რომ გიპოვეთ. სად იყავი? რა მოხდა? თქვენ მაიგნორებდით და მინდოდა მეშვენებინა როგორი არის ურჩემოთ. თუ ამას ისევ გააკეთებ, ნახავ რაც მოხდება. ნიკო, გვიყვარხარ, აღარ დაიკარგოთ, ხო? თქვენი სიპოვეთ, გამარჯობა. ხათა შორის ნიკოდ როგორ მოხვედი აქ? ის დამეხმარა. მოკლავ. მოიცადეთ. 3 2 1 ნონი თქვენ მისტიკოდეს არხზე ხართ. მაგლორთ მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქებად. ჩვენ კი გავიქეცით. ნახამდე. მოდი აქ.